ყურადღება გუშინდელმა გამოყოლინდა. ქუთაისის უნივერსიტეტში მანსანკანში შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართა. თამაშში მონაწილეობას აღნიშნული უნივერსიტეტის 6 გუნდი იღებდა. ჩემპიონატი ამავე უნივერსიტეტის ორგანიზებით მოეწყო. პირველი ადგილი ორმა გუნდმა ავანტიურისტები და ვირუსმა გაიღო. გაუშვით ხარ. არ გაუშვით. გაუშვით. უი, ხარჩილავა. უი, ზაირა მასწავლებელო. კარგად მასწავლებელო თქვენ როგორ? ხარობს სკოლის პერიოდი. აბა. რამე თუ დაიკარგება, ვინ წაიღო? ხარჩილავა. სარცი დაიკარგა, ვინ წაიღო? ხარჩილავა. დაფა დაიკარგა, ვინ წაიღო? ხარჩილავა. დირექტორი დაიკარგა, ვინ წაიღო? ხარჩილავა. ქუთაისის უნივერსიტეტს ხოთშორის ძალიან კარგი ტრადიცია აქვს მანსანკანის ფესტივალების ჩატარების. ეს არის ის სფერო, რომელიც ძალიან აინტერესებს ჩვენ სტუდენტებს და საკმაოდ ესეთი წარმატებული შედეგები გვაქვს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, ამ ეტაპზე შიდა საუნივერსიტეტო ტურნირია და ალბათ მათ შორის მე ყველაზე უკეთესი იმედია, რომ საქართველოს ჩემპიონატზეც გვასახელებს. გამარჯობა. ნიჩიო, რა შეგაწყვეტ? მოცეკვარეობა მინდა. ნუ წარიქით იწყოთ ხეს, მაგრამ მომღერლობა არ ვიციათ? რას გადულობთ? რას მომღერლობა? მე მინდა რა შემოყვი ჯერ ერთი მე მინდა მოცეკვარეობა. და რა მიცეკვატვით? კი. მე ვიცი ლამბადა, ჩა-ჩა-ჩა, რუმბა, კარადა. არადა ახალია რამე? არა ეს ჩემი საყვარელი გამახსენდა უცებ. ნუ საყვარელი გვერდზე გადაწყვეტ, ეხლა რამ შემისვლას, შეგა. კი, ლამბადა შემიძლია შეგსვით. სიჯი? ოი დედა სამე გაწამეთანის ხდებასა. ანუ ლათინურები კარგია, მაგრამ ანუ ქართულ ცეკვას ჭირდება ქართული ხასიათი თავისებურზე. შეგიძლიათ თეორიული ხასიათი გამჩა. დღეს სამწუხაროდ არ გამოვლინდა გამარჯვებული, ფესტივალის გამარჯვებული. ეს რაც მიუთითებს, იცით, ეხლა მე მიხარია მაგალითად რო არ გამოვლინდა. მე როგორც ორგანიზატორს მიხარია, იმიტომ მიხარია ესეთი ამბავი, რომ ხედავ, რომ ერთმანეთს ძალიან ძლიერად ხვდებიან, ერთმანეთს ძალიან აი ჯანსაღი უმორით ეჯიბრებიან და ეს კარგი არის. ამას მივესალმები, ძალიან კარგია რომ არ გამოვლინდა, მომავალში უფრო სტიმულით იქნებიან. გაგიკვირდებათ და სოლენა ბეგაშვილმა სიმღერა დაიწყოს. აბა ერთად ნახოთ. უამოკლილი სიროდი სადახარ შემოსულიკო ზურიკო ივიკო დათიკო გამარჯვებულები სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა. მათ შორის იყო შემოქმედი, ხელოვანი, ქუთაისის კოლორიტი მერაბ ქაჯაია, იგივე პიკასო, რომელმაც ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდა გაცილებით მეტი ყურადღება მიაქციონ მსგავსი ტიპის პროექტებს და მეტი დაფინანსება გამოუყენ ახალგაზრდებს. ძალიან კარგი თაობა მოდის. აი ერთმანეთზე უკეთესები და ეს ყველაზე მეტად מחარებს. რაც შეეხება თვითონ ახლა ქალაქის მართლობაზე მე გესაუბროთ, არაზუს არიჩენდნენ ყურადღებას. ისინი ასე რომ ვთქვათ რა, მეტნაკლებად კი არა, ძალიან კარგი იქნება რომ დაფინანსებას მეტი მიეცეთ ამ ხალხს. და აი მაგალითად, ზაზა ამდენი ხანია შრომობს ამას, ერთი კარგი დარბაზი უნდა გქონდეს. იმდენად კარგი თამაში იყო. აქ არ იყო რაღაცა ხო იცი აი ჯომნი არ დაილევაო. ნამდვილად არ დაილია და ორი ისეთი გუნდი გვყავდა განსაკუთრებით. ვერ მივხვდით ვინ გაიმარჯვა. ცხადია ორივემ გაიმარჯვა, ასე რომ კარგი გადაწყვეტილება მიიღო ორგანიზატორებმა, რომ ამათ კიდევ ექნებათ თამაშები სხვა ფესტივალებზე, იქ გამარჯვებულსაც ასევე გაამარჯვებინებენ. მაყურებლის შეფასება გულიანი სიცილი და ტაშით გამოიხატებოდა. ისინი აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეებს წარმატებებს უსურვებენ.
დაიხვეწებიან, ჯერ პატარები არიან. და მომავალში უფრო და კარგი იქნება და გავამართლებ გონდერმა საკუთრებაში მიეცეთ. მე მეზობელი წერტლის უნივერსიტეტიდან ვარ, იქ ვთამაშობ მანსანკანს და გადმოვედი მომეწონა ძალიან კარგი ასე რომ ვთქვათ წარმოდგენები ჰქონდათ და ვისურვებდი რომ შემდეგ ერთად გვეთამაშა, უფრო კარგი და უფრო ხარისხიანი გამოვიდა. ძალიან მოგვეწონა ყველა გუნდის ხუმრობები, მაგრამ განსაკუთრებით გამოვარჩევდი ავანტიურისტებს და ვირუსს. მე ძალიან მომეწონა და მეც ესენი ავანტიურისტები მომეწონა. სწავლე გეხვეწები რას უშვები ამ ქალებს ასე რო აკინდე. ჩემპიონატის ამგვარი დასრულება თავად მონაწილეებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ასევე ისინი იმ გამორჩეულ მონაწილესაც საუბრობენ, რომელმაც დარბაზში ყველაზე მეტი სიცილი და ტაში დაიმსახურა. ელგუჯაზე გამახსენდა გოგოებო ჩემი შეყვარებული და მეზისმრა სრულიად შიშველი. უგედითხეთში ასე. არა, კალოშები ეს რა. სიმართლე გითხრათ ველოდი, მართლა ველოდი ამ შედეგს, იმიტომ რომ ბუბუ ძალიან მაგარი მოთამაშეა და მე ვთქვი კიდევაც თამაშზე რომ გადაეცით ბუბუს პირველი ადგილი, იმიტომ რომ ბუბუ მაინც საუკეთესოა. დიდი მადლობა. ძალიან კარგი თამაში იყო, დრაივიანი და მომავალ თამაშს უკეთეს ველოდებით. გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი და სერტიფიკატი კვლავ ორგანიზატორებს დარჩა. აღნიშნული პრიზები იმ ფესტივალზე გამარჯვებულს გადაეცემა, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება, სადაც აღნიშნული გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას. მარიამ კუხიანიძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის. სადაციდან რომ ვიცი, ერთი სიტყვით თასი და პირველი ადგილის დიპლომი რჩება აქ. მადლობა, აგურებთ ბრძანებისათვის. კარგად დაგებოდეთ, შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ თამაშებში.